ტრაგედია ხაშურში სოფელ ახალსოფლის მიმდებარედ ხელოვნურად დაგუბებულ წყალში მაშველებმა 2-12 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. თრიალეთის ინფორმაციით ბავშვები მშობლებს საბანაოდ ხაშურიდან გამოეპარნენ. სავარაუდოდ ტბა დაჭაობებულია და 2-6 კლასელი შიგ ჩაიძირა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით უწყებაში შეტყობინება მას შემდეგ შევიდა, როდესაც მოქალაქემ საგუბართან ველოსიპედები და ტანსაცმელი შენიშნა. მათივე ცნობით სამძებრო ღონისძიებებში ჩართულები იყვნენ ადგილობრივები, პოლიცია და სამაშველო ჯგუფები. წყემს უნახია 2 ველოსიპედი და ტანსაცმელი. მე უცადაო წყემს მაორო ბავშვები მიხვდა რომ ბავშვები იყვნენ და იფიქრა რომ დაველოდები რომ ბავშვები ვნახო რომ ეს ველოსიპედები უპატრონოდ რომ არის მიტოვებული და მე თვითონ იმან დარეკა თუ რაქნა ამას ვერ გეტყვით. ესე იგი ჯერ ჩასასვლელი ყოფილა რაღაცა ხრეში ყოფილა ამოღებული და იმის გარდა მე კიდე წყალი ძალიან ღრმა არის და იქ იპოვეს მე 8 საათისთვის საღამოსი იპოვეს. დაკვდრები იყო მშობლებიც ურეკანდნენ თურმე მშობლები და საიდან აიღებდა ბავშვი ტელეფონს ამა ტელეფონები აქ ქონდა ტელეფონები აქ ნაპირზე ქონიათ დაიღუპენ 2 ბავშვი 12 წლის ბავშვი 11 არ ვიცი ის ერთი საით წავიდა როგორ არავინ არაფერი არ იცის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.